მოგესალმებით, მე გახლავართ თანთაშუანგირაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების წარმომადგენელი და დღევანდელი შეხვედრის განმავლობაში ვისაუბრებთ ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებაზე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ლაივები ხორციელდება დაზღვევის კვირაობის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს 28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ კვირაული ეძღვნება საზოგადოებაში დაზღვევისა და მისი პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. დღევანდელი ლაივი კი ლაივის შეხვედრა ეთმობა დაზღვევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს, როგორც გახლავთ ჯანმრთელობის დაზღვევა. იმის შესახებ, თუ რატომ უნდა წავიკითხოთ დაზღვევის ხელშეკრულება, რა მითები და რეალობა არსებობს ხელშეკრულების ირგვლივ, ასევე მომხმარებლის მიერ დაშვებულ ტიპურ შეცდომებებზე, ამის შესახებ უფრო დეტალურად ისაუბრებს ჩვენი დღევანდელი შეხვედრის სტუმარი, რომელიც გახლავთ გიორგი ტურძილაძე და ის წარმოადგენს სადაზღვევო კომპანია არტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტის უფროსს. თუმცა სანამ უშუალოდ ჩვენ სპიკერზე გადავდოდეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი შეხვედრის ტექნიკურ ნაწილსაც მიმდინარეობს ლაივის ჩაწერა, შესაბამისად ის მაყურებელი, რომელიც ვერ შეძლოს, რომ ჩვენ შეხვედრას ბოლომდე დაესწროს, შეუძლია, რომ ჩანაწერი ფინეთის გვერდზე იხილოს. ასევე ლაივის მიმდინარეობისას ნებისმიერ მაყურებელს გაქვთ საშუალება, რომ კითხვები დასვათ კომენტარების ველში, რომელსაც ლაივის დასასრულს აუცილებლად გავაჟღერებ. პრინციპში უკვე შეგვიძლია, რომ ჩვენს მოხსენებაზეც გადავიდეთ. ბატონო გიორგი, მოგესალმებით, მადლობა დროის დათმობისთვის და შეგიძლიათ, რომ გაგვიზიაროთ თქვენი პრეზენტაცია. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, ასევე მივესალმებით ჩვენს მსმენელს. როგორც ვიცით, ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემაა ჯანმრთელობის დაზღვევის კონტრაქტი და მედლის ორი მხარე. ბუნებრივია, ხსენებული საკითხი მოიცავს ძალიან ბევრ დეტალს, თუმცა ჩვენი დღევანდელი ფორმატის ფარგლებში შევეცდები მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, ლაკონურად ყურადღება გავამახვილოთ ძირითად ფაქტორებზე. თუმცა აქვე თემას საუბრის დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ჩვენს ჩართვაში ყველა დეტალის განხილვისას ფაქტიურად ლაიტმოტივი იქნება ერთი წინადადება, წაიკითხე კონტრაქტი ყურადღებით, სანამ ხელს მოვაწერ, იმიტომ რომ ყველა თემა საბოლოო ჯამში იქამდე მიდის, რომ სანამ ნივთს, ანუ პროდუქტს შევიძენთ, უბრალოდ ყურადღებით უნდა გავუცნოთ დეტალურად. დავიწყოთ პირველი თემით, რატომ უნდა წავიკითხოთ კონტრაქტი ყურადღებით. ეს ზოგადად დაზღვევაში არ ხდება, ზოგადად ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში ხშირად ხდება პროდუქტის შეძენა ისე, რომ თქვათ ან ანოტაციას, ან შიგთავს არ ვეცნობით ყურადღებით. ხშირია ხოლმე ბანკებშიც, თქვათ, სესხის აღების დროს საკმაოდ მსხვილი ხელშეკრულება გვაქვს ბანკის თანამშრომელი რის კითხულობს, რიგი არა და შემდგომ აქვს და გვაქვს ხოლმე პრეტენზიები. რატომ უნდა წავიკითხოთ დაზღვევის კონტრაქტი? პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაზღვევის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაზღვევა არის ფაქტიურად ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც მომხმარებელი ყიდულობს ისე, რომ ვერ ეხება წინასწარ, ვერ ხედავს, ხო? ანუ მომხმარებელი ყიდულობს ეგრეთ წოდებულ დაპირებას. რომ თუ დადგება რაღაც შესაბამისი შემთხვევა და საჭიროება, სადაზღვევო კომპანია დაუდგება მას გვერდში და სხვადასხვა მექანიზმებით მეშვეობით შეასრულებს მასეთ ნაკის ვალდებულებას. ხოლო შევთანხმდეთ, რომ როცა საუბარია ნდობის შეძენაზე, ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ ასრულებს ესა თუ ის კომპანია მასეთ დაკისრებულ ვალდებულებებს, რა. თქვათ ხომ არ არის იგი შემჩნეული მომხმარებელთა უფლებების დარღვევაში, ხომ არ აქვს ხშირი დავები თუნდაც ზედამხედველობის სამსახურსა თუ ასე ვთქვათ სასამართლო სისტემაში. ეს ასევე მნიშვნელოვანია, როგორია მისი მომხმარებლის ლოიალობის ინდექსი. იმიტომ რომ რეალურად სადაზღვევო კომპანია, როგორც აღნიშნეთ, არის ნდობაზე დაფუძნებული კომპანია, ანუ ურთიერთობა როგორ შევასრულეთ ჩვენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ანუ რა გვეწერა ერთი, მაგრამ რაც გვეწერა, ის რამდენად ზუსტად და განუხრელად დავიცავით, ესეც მნიშვნელოვანია და არსებობს ამის უამრავი ბერკეტი, თუნდაც ზედამხედველობის ვებგვერდი, სადაც ყველანაირი ინფორმაცია ამოცემული და ზოგადად რა იმიჯით სარგებლობს ესა თუ ის კომპანია. ეს არის პირველი ფაქტორი, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დროს, როცა
სურს დაზღვევის პროდუქტის შეძენა, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ახლა გადავიდეთ თვითონ კონტრაქტის ნაწილზე. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კონტრაქტში მოცემულია სრული ინფორმაცია და გაცილებით მეტი დეტალია შიგნით, ვიდრე ეს პირველადად შეთავაზებაში შეგვიძლია რომ ამოვიკითხოთ. რატო უსმევ ამას ხას, რომ ხშირია რომ შეთავაზებას, რომელსაც კომპანია მომხმარებელს უგზავნის, შეთავაზების დონეზე იღებს გადაწყვეტილებას პოტენციური მომხმარებელი, რაც არასწორია, ჯობია გამოვითხოვოთ კონტრაქტის ნიმუში და ყურადღებით გავეცნოთ მას. რატო? იმიტომ რომ აუცილებელი აღნიშნულ საკითხზე, ვინც არის პასუხისმგებელი, თქვა კორპორაციული დაზღვევის შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომელი, ხო, ხან HR-ები არიან გამოყოფილი, ან ფინანსისტები, ან დირექციის რომელიმე თანამშრომელი, ხო? მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტს გავეცნოთ ყურადღებით, იმიტომ რომ ეს არის ის პასუხისმგებლობა, დადგება როგორც ჩვენი, ისე ამ კონტრაქტის ქვეშ მოცემული პირებზე ვრცელდება, ხო, ეს პირობები. ამიტომ მარტო ერთი ადამიანის გადაწყვეტილების გამო არ შეიძლება რომ დაიჩაგროს უამრავი ადამიანი, ვინც ამ კონტრაქტის ქვეშ იქნება მოცემული. ასევე კონტრაქტში ჩანს რეალურად ყველა ის საფრთხე, უკმაყოფილების მიზეზი თუ ჩვენთვის არასასრული ჩანაწერი, ეგრეთ წოდებული დათქმები, რომელიც აუცილებლად იჩენს თავს წლის განმავლობაში და მერე იწყებს მომხმარებელი ხსენებული პუნქტების გაპროტესტებას, მერე ვიწყებთ შესაბამისი უკმაყოფილების გამოთქმას. არა და უკვე ხელი მოწერილია კონტრაქტზე და ასე ვთქვათ, უკან დასახევი გზა აღარ არის. რატო აღარ არის? ამაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, იმიტომ რომ არსებობენ კომპანიები, რა თქმა უნდა, საბედნიეროდ ეს არ ეხება ყველა სადაზღვევო კომპანიას, თუმცა არსებობს სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც ჩანაწერი აქვთ ესეთი, რომ ჯარიმები და საურავები უდებთ კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის შემთხვევაში რა. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია, ამიტომ უნდა გავეცნოთ კონტრაქტს, რომ გარდა მიმდინარე თემებისა გაწყვეტა რომ მოგვინდეს ამის საშუალება ან გვექნება ან არა გააჩნია რომ სადაზღვევო კომპანიასთან გვაქვს ურთიერთობა. ასევე ორი სიტყვით მინდა შევეხო რომ თქვა არ დავაბნიოთ და რაღაცნაირად არ შევაშინოთ მსმენელი, ანუ სადაზღვევო კონტრაქტი არ არის რთული ტიპის კონტრაქტი, რომ რაღაცა განსაკუთრებული იურიდიულ ან თქვა სამედიცინო განათლებას მოითხოვდეს, რა ტიპის ინფორმაციას მოიცავს ზოგადად ჯანმრთელობის დაზღვევის კონტრაქტი. და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ზოგადად ტერმინთა განმარტებებით იწყება, შემდგომ არის უფლებამოვალეობები, როგორც მზღვეველის, ისე დამზღვევი მხარის. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ყველა კონტრაქტში აუცილებლად იქ შეგვხვდებათ ჩამონათვალი იმ დიაგნოზების, დაავადებების, სიტუაციების თუ სქემების და ყველა ხარჯის, ასე ვთქვათ, რომელიც თქვენ არ აგინაზღაურდებათ. მიუხედავად იმისა, რა ტიპის პაკეტს ფლობთ, თქვათ, ხელმძღვანელი ბრძანდებით თუ რიგითი სპეციალისტი ამა თუ იმ კომპანიის, ეგრეთ წოდებული გამონაკლისები, ანუ რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩანაწერი კონტრაქტში, იმიტომ რომ ზუსტად ამ ჩანაწერიდან, აი ამ ერთი გვერდიდან გამომდინარეობს უკვე შემდგომში რა ეღირება პროდუქტი. ანუ მარტივად თუ ბევრია ესეთი შეზღუდვა, თუ ბევრი დიაგნოზი წერია მსგავს შეზღუდვათა ჩამონათვალში, თუ ბევრი ტიპის მედიკამენტი წერია გამონაკლისში, თუ ჩაკეტილია თავისუფალი სქემა, ანუ რაღაცა სერვისებზე მიგმულია მომხმარებელი რომელიმე კონკრეტულ პროვაიდერ კლინიკას და არა აქვს თავისუფალი არჩევანი, ანუ არა აქვს უფლება მიიღოს მომსახურება ნებისმიერ კლინიკაში, ნებისმიერ აფთიაქსა თუ ნებისმიერ ექიმთან. აი ესეთი ტიპის შეზღუდვებისგან დგება საბოლოოდ ფასი, რაც ბევრია შეზღუდვა, ბუნებრივია მით ბიუჯეტურია, ასე ვთქვათ, პაკეტი და პროდუქტი, თუ პირიქით მცირეა და ძალიან მცირეა და მხოლოდ უნივერსალური შეზღუდვებისგან შედგება თქვენი კონტრაქტი, ბუნებრივია მთელი ერთი წლის განმავლობაში თქვენ მაქსიმალურად დაცული ხართ, გარანტირებულად არ გექნებათ არანაირი პრეტენზია ან ძალიან მცირე, მაგრამ ბუნებრივია ამაში მეტი სადაზღვევო პრემიის გადახდა გვიწევს. ამიტომ ამ ნაწილს ძალიან სკრუპულოზურად უნდა მიუძღვეთ. მითები და რეალობა, ანუ ხშირად გაგვიგია ხოლმე მომხმარებლისგან, რომ
მეგონა შევიძინე ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი, მეგონა ესა თუ ის დიაგნოზი თუ სიტუაცია დამიფინანსდებოდა, მაგრამ არ დამიფინანსდა, არ ვიცოდი, ეხლა ვარ უკმაყოფილო და ასე ვთქვათ, უნდა ხოლმე კონტრაქტის გაწყვეტა. ესეც, ანუ ასე ვთქვათ, საიდან გამომდინარეობს, ხო? იმიტომ რომ და სადაზღვევო კონტრაქტი შედგება ორი ნაწილისგან, ეს რო გავითვალისწინოთ ზოგადად, როგორც შეთავაზება, ისე კონტრაქტი, ზოგადად დაზღვევის პოლისი შედგება ორი ნაწილისგან. პირველი მათემატიკური ნაწილი, ანუ არითმეტიკული ნაწილი, სადაც მოცემულია ფასი, ანუ რა ღირს ჩემი სადაზღვეო პოლისი, მოცემულია თანაგადახდა სერვისებში, ანუ ესა თუ ის სერვისი რამდენი პროცენტით მიფინანსდება, მოცემულია ლიმიტები კონკრეტულ სერვისებზე, თქვა ონკოლოგია ამდენი 1000 ლარის ლიმიტით, მედიკამენტები ამდენი ლიმიტით, ჰოსპიტალიზაცია, ამბულატორია, სტომატოლოგია თუ ასე შემდეგ, ხო? აი ეს არის მათემატიკური ნაწილი, რომელსაც მომხმარებელი ძირითადად უყურებს ამ ნაწილს, მოიხიბლება ხოლმე ამ ნაწილით, რომ იმე რა კარგია ვთქვათ, 100%-ით მიფინანსდება ესა თუ ის ჰოსპიტალური მომსახურება, თქვათ, გეგმიური იქნება თუ გადაუდებელი, არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ უკანა გვერდზე, ანუ რაზეც მე უკვე ვისაუბრე, რომ გადავშლით ამ არითმეტიკულ ნაწილს, უკან მოყვება უკვე თეორიული ნაწილი, სადაც წერია ის უამრავი შეზღუდვა, დათქმა და პირობა, რომელსაც ჩვენ უნდა გავეცნოთ, რომ ვიცოდეთ რეალურად 10 წლის განმავლობაში რას ველოდებით ჩვენი პოლისიდან. რო არ იყოს ის მიდგომა, რომ ვიყიდე პროდუქტი ესეთი და რეალურად შემრჩა სულ სხვანაირი. აი ამიტომ შეზღუდვები, გამონაკლისები, მომსახურების სქემები და დათქმები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნებისმიერი თქვენ პოლისში მოცემული ლიმიტი და პროცენტი შეიძლება უბრალოდ ანულირებული იყოს ერთი ნებისმიერი დათქმით. აი, მაგალითისთვის ავიღოთ, თქვათ, ახლა რომ უფრო პრაქტიკულ ნაწილზე გადავიდეთ, თქვათ, მედიკამენტების ნაწილში მიწერია ჩემს პოლისში, რომ აქ 100%, თქვათ, არ ვიცი, 5000 ლარის ლიმიტში. თუ მე არ მაქვს ინფორმაცია რომ ნებისმიერი მედიკამენტი, პრეპარატი თუ საშუალება, რომელიც აფთიაქში იყიდება, შეიძლება შევიწინაურდეს. და ვიხდი საკმაოდ მომხიბლელ ბიუჯეტურ ფასს ამ პროდუქტში. და ვარ ძალიან ბედნიერი პირველ ეტაპზე. რეალურად საქმე რაშია, რომ მე არ გავაკეთე, ანუ სიზუსტით არ გავეცანი კონტრაქტს და როდესაც დამჭირდა ესა თუ ის მედიკამენტი, აღმოჩნდა, რომ ეს მედიკამენტი საერთოდ არ მიფინანსდება, მიუხედავად იმისა, რომ მე პოლისში 100% მიწერია მედიკამენტის ანაზღაურების გრაფაში. რატო? იმიტომ რომ კონტრაქტში სხვადასხვა კომპანიებს უწერიათ სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები. მაგალითად, არსებობენ კომპანიები, რომლებიც საერთოდ არ აფინანსებენ არარეგისტრირებულ მედიკამენტებს. ასევე არაფინანსებენ, თქვათ, ფიტოპრეპარატებს, ჰომეოპათიურ მედიკამენტებს, ანტიმიკოზურ პრეპარატებს, ფსიქოტროპულ პრეპარატებს, იმუნომოდულატორებს, მონოკლონურ ანტისხეულებს და ასე შემდეგ. ამიტომ, თქვათ, ეს ჩანაწერი მათემატიკურ ნაწილში, რომელიცაც მე პირველ ეტაპზე მოვიხიბლე და მგონია, რომ 100%-იანი ბარათი მაქვს და ნებისმიერი ტიპის პრეპარატი დამიფინანსდება, აღმოჩნდა მითი და რეალობა იყო ის, რომ 10 დანიშნული მედიკამენტიდან მხოლოდ 2 მედიკამენტზე მივიღე ანაზღაურება, როცა საქმეზე მიდგა. აი ესეთი ტიპის დათქმებს შეზღუდვებს და გამონაკლისებს უნდა მივაქციოთ ხოლმე ყურადღება ყველამ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, დიაგნოზებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. თქვათ, მაგალითისთვის ავიღოთ ჩაქრიანი დიაბეტით ის მქონე პაციენტს თუ კონტრაქტში უწერია, რომ თქვათ, დიაბეტი არ ფინანსდება არც მისი კვლევები და არც მისი მკურნალობა, როგორც მედიკამენტოზური იქნება თუ ჰოსპიტალური, ბუნებრივია მისი მოლოდინი არის ერთი და რეალობა ხდება აბსოლუტურად სხვა, როცა დადგება შესაბამისი საჭიროება. აი ამაზე მაქვს საუბარი. ნუ პრევენციული ზომებიც, მე როგორც თქვა, თების დასაწყისში დაგვირდით, პრევენცია არის მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის ცოდნა წინასწარ, ანუ რაც ვიცით მეტი, უფრო ძლიერები ვართ. ხო, ეს ზოგადად ესეა ყველა სფეროში, შესაბამისად არც დაზღვევა არ არის გამონაკლისი ამ კუთხით. თუ გვაქვს რაღაცა
კონკრეტული შეკითხვები მსმენელის მხრიდან სიამოვნებით გავცემ პასუხს. მადლობა ბატონო გიორგი საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. მე მექნება ერთი კითხვა თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ, რომ შეუძლიათ რომ მომხმარებელს გაიცნოს ხელშეკრულება წინასწარ. აქ მაინტერესებს უშუალოდ პროცედურა როგორია, თქვათ ხელშეკრულების რაღაც გარკვეული წინაპირობები შეიძლება შეიქმნას, ონლაინ გამოვაგზავნოთ სახში გავიცნოთ და შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება თუ იქვე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პროცედურად რო გითხრათ ეგ ნაწილი როგორ არის სადაზღვევებთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ვადებში არ ხართ შეზღუდული, თქვენ პროდუქტს თქვენთვის სასურველ თარიღში შეიძენთ, ბუნებრივია, ასე რომ რამდენი დღეც არ უნდა დაგჭირდეთ კონსულტაციისთვის, თქვათ თქვენ შეგიძლიათ თავარია რომ გავეცნოთ ამ დოკუმენტს, სახში იქნება ოფისში მისვლით მეილზე გადაგზავნით თუ სხვადასხვა საშუალებით ამას არ აქვს მნიშვნელობა, გავეცნოთ კარგად, ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც კი გაგვიჩნდება, აუცილებლად უნდა დავსვათ. შეკითხვის დასმა არ არის სირცხვილი. ბუნებრივია, ყველა სფეროში ვერ ვიქნებით ექსპერტები, ხო? ახლა მე 15 წელზე მეტია ამ სფეროში ვმუშაობ და ბუნებრივია, მაქვს უამრავი ცოდნა და გამოცდილება დაგროვილი ელემენტარულად ამ წლების განმავლობაში, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვათ მე იგივე ტიპის გამოცდილება მაქვს სხვა სფეროში, თუნდაც საბანკო სფეროში, ხო? მე აუცილებლად, როცა თქვათ აი ხა ისევ ეს ბანკი მახსენდება, როცა თქვათ დამჭირვებია და კრედიტი გამიკეთებია, აუცილებლად უამრავი შეკითხვა დამისვავს პირადი ბანკირისთვის თუ საკრედიტო ექსპერტისთვის. იმიტომ რომ უნდა გავეცნოთ დოკუმენტს, ჩვენთვის რაც იქნება გაუგებარი და აუცილებლად იქნება რაღაცა ტერმინები, იქნება თუ მთლიანად შეიძლება მუხლი იყოს ჩვეულებრივად კონტრაქტის გაუგებარი, უნდა დავსვათ შეკითხვა, დაველოდოთ პასუხს, რომელიც ბუნებრივია მყისიერი იქნება და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება, რამდენად გვაკმაყოფილებს ამ კონტრაქტის მოცემულობა. და რამდენად, ასე ვთქვათ, პასუხს სცემს ჩვენს მოლოდინს, რომელიც გვაქვს ამ თუ იმ სადაზღვევო პროდუქტის მიმართ. ბატონო, მადლობა. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეულს აქვს გარკვეული პრეტენზია სადაზღვევო ორგანიზაციასთან, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს დაზღვეული, ვის უნდა მიმართოს და თუ არის აქ რაღაც გარკვეული პროცედურები, რომელიც შეიძლება აი რეკომენდაციასავით იყოს, რომ თქვა ჯერ მიმართონ ერთ ინსტიტუტს, შემდგომ მეორე ინსტიტუტს და ასე შემდგომ. აი აქ რა იქნებოდა თქვენი რჩევა? იცით როგორ არის გააჩნია რა ტიპის პრეტენზიაა, ნახეთ თუ კონტრაქტის პირობა არის უბრალოდ მომხმარებლისთვის მიუღებელი და ამ შემთხვევაში სადაზღვო კომპანია არ არღვევს კონტრაქტს, უბრალოდ მას ამ ტიპის კონტრაქტი აქვს და შესაბამისად მომხმარებელსაც ამ კონტრაქტზე აქვს ხელი მოწერილი, მაგრამ აი ის რაზეც მე ვისაუბრე, აღმოჩნდა რომ თურმე მისთვის ეს პირობა კაბალურია და არ მოსწონს ან თქვა არ აწყობს, ეგრეთ წოდებულ ჭყალებში რო აღნიშნოთ, ამ შემთხვევაში არ ვიცი ხა ის ცოტა იურიდიული საკითხია, რამდენად სასამართლოში დავას აზრი აქვს ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად საქართველოში არსებობს დაზღვევისა და მხედველობის სამსახური, რომელიც აქტიურად არის ჩართული მსგავს кейსებში და არც თუ ესე იშვიათად განიხილავს სხვადასხვა პრეტენზიებს და შესაბამისად მართავს უკვე თუ სადაზღვევო კომპანიას აქვს რაღაც ხარვეზი მიუთითებს, რომ უნდა გამოასწოროს თუ არა, ну მაშინ უკვე მომხმარებლებს ასე ვთქვათ უცნიან კონკრეტულად რა ვითარებაა და რა გზა შეიძლება გამოინახოს. კი ბატონო, მადლობა. ასევე რა იქნებოდა ერთგვარად გამომდინარე იქიდან რომ ფინანსური განათლების პლატფორმა თქვენი რჩევა მომხმარებელთან მიმართებით, აი ფინანსურ ჭრილში, როცა გადაწყვეტილებას იღებს ესა თუ ის პროდუქტი შეარჩიოს, რა ფინანსური რჩევები იქნებოდა თქვენი მხრიდან რეკომენდირებული? რას რეაქციას ყურადღება? კი ბატონო, ნახეთ ზოგადად, ანუ ხშირად დაუსვათ ეს მსგავსი შეკითხვა, რომ თქვა და რომელი პაკეტი შევიძინო. ეს ძალიან ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ მომხმარებელი ამ გადაწყვეტილებას იღებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასევე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ერთობლიობაში უნდა იყოს განხილული. ანუ არსებობენ მომხმარებლები, რომლებიც უბრალოდ კულტურის მიზნით ყიდულობენ დაზღვევას, იმიტომ რომ იციან, რომ დაზღვევა უნდა გქონდეს და დაზღვევის გარეშე, იმიტომ რომ მოდი შევთანხმდეთ, რომ დღეს სამედიცინო ბაზარზე უბრალოდ წარმოუდგენელი და საქართველოსთვის ჩემი აზრით, პირადად ჩემი აზრია, რომ აბსოლუტურად აცდენილი ფასებია და
მე ვერც კი წარმომიდგენია დაზღვევის გარეშე როგორ უნდა მართოს საქართველოს რიგით მოქალაქემ თავის ჯანმრთელობის პრობლემები ახლა და ამიტომ არსებობენ რიგი მომხმარებლებისა, რომელიც მხოლოდ აი მსგავსი კულტურის ფარგლებში ყიდულობენ და ამ შემთხვევაში შეუძლიათ რომ რაღაც მინიმალური პაკეტიც იყიდონ უბრალოდ სიმშვიდისთვის, მაგრამ თუ რაღაც კონკრეტული დიაგნოზის მქონია მომხმარებელი და ასე თქვათ იცის წინასწარ თავისი სამომავლო ხარჯები თუ რა ხარჯები აქვს, თქვათ ოპერაცია აქვს ჩასატარებელი თუ მაღალტექნოლოგიური კვლევა არის თქვათ შესაძენი, ამის მიხედვით ბუნებრივია თვითონ უნდა განსაზღვროს თავისი ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ერთადერთი აქვე დავემატებ იმას, რომ დღევანდელი სამედიცინო ბაზრის ფასებიდან გამომდინარე, მინდა დავარწმუნო აბსოლუტურად გულწრფელი ვარ, რომ სამედიცინო დაზღვევა, რომელიც ბიუჯეტურია, ფიზიკურად ვერ იქნება საბოლოო ჯამში მომხიბვლელი და დამაკმაყოფილებელი მომხმარებლისთვის, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ანუ რა არის ჯანმრთელობის დაზღვევა რა არის? ხო, სადაზღვეო კომპანია არის, ანუ გვაწვდის ჩვენ, ანუ მომხმარებელს იმ სერვისს, რაც მე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მჭირდება. შესაბამისად, ეს სამედიცინო სერვისი, რომელიც მე სადაზღვეო კომპანიამ უნდა მომაწოდოს, მართლა მომწეს, თვითონ სერვისები არის, ასე ვთქვათ, ისეთი მაღალფასიანი, რომ შესაბამისად ვერც საქართველოში ვერ იქნება ბიუჯეტური და ასე ვთქვათ, იაფი და თუ ასე ვთქვათ, შერჩევის პერიოდში იქნება ისეთი პროდუქტი, რომელიც იაფია, ვთქვათ, ბაზარზე არსებული ფასებისგან, ჩემი პირადად ჩემი რჩევა, რომ ესე იგი იქ რაღაცა იმალება ხელშეკრულებაში, რა უამრავი ისეთი შეზღუდვა, უამრავი ისეთი დაგმა, რომელიც რეალურად მაინც მომხმარებელს კმაყოფილს არ დატოვებს და საბოლოო მიზნამდე ვერ მივა. კი ბატონო, აი ეს ბოლო ნაწილი ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ მეტწილად ალბათ ბაზარზე ეგეთი ტენდენციაა, რომ თავდაპირველად ყოველ შემთხვევაში მომხმარებლები შედარებით უფრო შეიძლება ბიუჯეტური პაკეტით სარგებლობს, თუმცა თქვენ როგორც აღნიშნეთ, ამ შემთხვევაში შეიძლება მეორე მხარეც არსებობდეს, რომელსაც უნდა მიაქცენ მეტი ყურადღება და აი თუ შეგიძლიათ რომ ეს ნაწილი უფრო დეტალურად რო გითხრათ, თქვათ ხელშეკრულების რა ნაწილში არის ხოლმე აღნიშნული, ან რა პუნქტებს შეიცავს ეს საყურადღებო საკითხი, როცა ბიუჯეტურ პაკეტთან არის საუბარი. ნახეთ, პირველ რიგში მინდა განსხვავოთ, რომ რა გულისხმობთ ბიუჯეტურში არ გულისხმობთ დაბალ თანაგადახდიანს. ნახეთ, აქ თვითონ კომპანიის შერჩევისას გულისხმობთ. თქვათ, აი, რო წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს რამოდენიმე კომპანიის შეთავაზება და ვთქვათ, ავიღოთ, რომ ყველა კომპანიის შეთავაზება არის 50%-იანი თანაგადახდით, თქვათ, ამბულატორიულ სერვისებზე, მედიკამენტებზე, სტომატოლოგიაზე და ასე შემდეგ. ანუ შიგ თავსი ამ პოლისის მათემატიკურ ნაწილში ყველასში არის ერთნაირი, ანუ ყველა გვთავაზობს 50%-იან თანაგადახდას, ხო? ამ შემთხვევაში უკვე მეორე ეტაპზე გადავდივართ იმ ნაწილზე, რომ უკვე ვაკვირდებით ფასს. თქვა, ერთი კომპანია პირობითად გვთავაზობს 60 ლარს, მეორე კომპანია გვთავაზობს, თქვა, 65 ლარს, მესამე კომპანია 70 ლარს და უცებ მეოთხე კომპანია, რომელიც აი ამ საბაზრო ფასს მეტნაკლებად 60-დან 70 ლარამდე რომ ერყეობს, იგი ერთი შეხედვით იგივე პოლისზე გვთავაზობს 60-ის, მაგრამ 40 ლარს. ანუ არის ხშირად შემოყვედრია ესეთი შერჩევის პროცესები და ბუნებრივია, ახლა არავის არ უნდა ერთი და იგივე პროდუქტში ძვირის გადახდა, ხო? არავის, არც ერთ ადამიანს, მაგრამ აქ უნდა დაისვას კითხვა, რომ რატოა ფასები განსხვავებული თითქმის ერთნაირ პაკეტებში, ხო? აი ზუსტად აქ უნდა გავეცნოთ უკვე კონტრაქტს, თუ რომელი კომპანიას რა შეზღუდვა აქვს აი ამ მომხიბვლელი ფასების და მომხიბვლელი ლიმიტების მიღმა. ესეთ და რა პუნქტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება მე თქვენ გეტყვით. პირველ რიგში ეს არის გამონაკლისები, ანუ რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იქ ჩამოთვლილია დეტალურად როგორც დიაგნოზები, ისე დაავადებები, ისე პრეპარატები და მედიკამენტები, რომელიც შეიძლება არ აგინაზღაურდეთ, ასევე სიტუაციები, თქვათ რა სიტუაციაში
არ დაგიდგებათ სადაზღვო გვერდით. აა და აი ყველა ესეთი დათქმა, ასე ვთქვათ, მოცემულია აი ამ შეზღუდვების, ანუ ეგრეთ წოდებული გამონაკლისების. ამ თქვათ შეიძლება ესე იყოს დასათაურებული, რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. აი მაქსიმუმ ესე იყოს სათაური, აი ამის ქვეშ არის ყველაფერი ძალიან დეტალურად ხოლმე ჩამოთვლილი. ამიტომ ამას პირველ რიგში უნდა გავეცნოთ ძალიან დიდი ყურადღებით. ასევე მნიშვნელოვანია სქემები, რას გულისხმობს სქემებში, ამასაც შევეცდები რომ ავხსნა. აი მაგალითად ავიღოთ ყველა სადაზღვო კომპანიას აქვს ჩანაწერი, რომ სთავაზობს ერთხელ ან ორჯერ პაკეტების მიხედვით პროფილაქტიკურ კვლევებს. თავის დაზღვეულებს 100%-ით, ანუ უფასოა დაზღვეულებისთვის, ანუ 100%-იანი დაფინანსებით არის ერთხელ ან ორჯერ. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პროფილაქტიკური კვლევა ნებისმიერი სადაზღვეო სერვისში დევს. მაგრამ აი ამ ერთი პატარა სერვისის მიღმა, ეხლა მე თქვენ მოგიყვებით, რამდენი შეზღუდვა იმალება რიგ კომპანიებში. პირველი, რა კვლევები შედის, ეს არის მნიშვნელოვანი პროფილაქტიკურ კვლევებში, ანუ ამას უნდა გავეცნოთ და მეორე, სად მაქვს ამ პროფილაქტიკური კვლევების მიღების საშუალება? რატომ ვამბობ ამას? იმიტომ რომ ეხლა მე უბრალოდ კომპანიების ალბათ ხსენების ესე უფლება არ მაქვს და ამიტომ დასახელებისგან თავს შევიკავებ. მე ვიცნობ მხოლოდ ერთადერთ სადაზღვო კომპანიას, რომელსაც ეს სერვისიც, ანუ პროფილაქტიკური კვლევების სერვისიც კი აქვს თავისუფალ არჩევანზე გატანილი. ანუ რას ნიშნავს ეს, რომ თავის დაზღვეულს ეუბნება, რომ თუ გინდა მოდი ოჯახის ექიმთან და გამოართვე ამის მიმართვა, ანუ პროფილაქტიკური კვლევების მიმართვა, თუ გინდა ონლაინ პლატფორმის საფუძველზე მოითხოვე პროფილაქტიკური კვლევების მიმართვა, ანუ ოფისიდან ან სახლიდან გაუსწრებლად და მესამე, თუ გინდა მოითხოვ მიმართვას, წადი შენ თვითონ, მიიღე მომსახურება, გადაიხადე და შემდგომ აინაზღაურე. რას ნიშნავს, ხო, ეს სამი სქემა, ანუ გახსნილია აბსოლუტურად ხელმისაწვდომობაც მომატებულია მომხმარებლის მხარეს, რომ შეუძლია სამი გზით მიიღოს მომსახურება, ეს ერთი და მეორე, შეუძლია მიიღოს ნებისმიერ კლინიკაში, ანუ ყველა სადაზღვეო კონტრაქტის ჩანაწერში, გარდა იმ ერთი სადაზღვეოსა, წერია, რომ პროფილაქტიკური კვლევები უნდა მივიღოთ იმ კლინიკაში, სადაც ზის ჩემი ოჯახის ექიმი. ანუ ნახეთ, მაქვს პროფილაქტიკური კვლევების სერვისი, მაგრამ სადაც მე მინდა იქ არ მაქვს. და ეს უკვე თვითონ მომხმარებლის გადასაწყვეტია, რამდენად მისაღები ხარ. პირადად ჩემთვის ეს ძალიან კაბალური ჩანაწერია, იმიტომ რომ მე ვთქვათ პირობითად ვენდობი მხოლოდ ერთ ლაბორატორიას თბილისში, ხო, იმიტომ რომ მქონდა ჩემი კონკრეტული ისეთი მაგალითები, რომ სხვადასხვა ლაბორატორიები აცდნენ პასუხებში და ძალიან ისეთი მძიმე შედეგებიც კი დამდგარა. შესაბამისად მე ვენდობი ერთ კონკრეტულ ლაბორატორიას და რატო არ უნდა მქონდეს იმ ლაბორატორიაში მისვლის და სერვისის იქ მიღების უფლება, ხომ ასეა? შესაბამისად, აი ამ დეტალს მე თუ არ წავიკითხავ კონტრაქტში და უბრალოდ მეგონება, რომ სადაც მინდა იქ შემიძლია რომ მივიდე, აღმოჩნდება მე შუა წელში რომ არ უკმაყოფილო, არ მომწონს, ტყუილად ვიხდი ფულს და ასე შემდეგ ვარ განაწყენებული და ზოგადად მე სადაზღვეო სისტემაზე არიან ხოლმე გაბრაზებულები და არა ერთ კონკრეტულ სადაზღვეო კომპანიას. მადლობა. შემდეგი კითხვა არის ეგეთი ჩვენი მაყურებლის მხრიდან, რომ საქართველოს ბაზარზე თუ არის უნიკალური სადაზღვეო პაკეტის შეძენის შესაძლებლობა, მაგალითად დავაზღვე ხმის დაკარგვის რისკი თუ მომღერალება, ან კიდურების დაზღვევა თუ მოცეკვავე. კი, ჩვენ გქონია, პირადად ჩემ კომპანიას გქონდა, ასე ვთქვათ, გავკათნიერდები და ვიტყვი, რომ პირადად ჩემი პროექტიც კი იყო, ვთქვათ, გქონდა სუხიშვილების ასე ვთქვათ, პროფესია, ანუ მათი პროფესიული ტრამვისგან გქონდა მათი ფეხები დაზღვეული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო პროექტი იყო. ასევე განვახორციელეთ, შემდგომი იყო 7 კაცას ხმა დავაზღვიეთ. ასე რომ არსებობს საქართველოში ნამდვილად მსგავსი პრეცედენტი. კი ბატონო, მშვენიერი, მადლობა. პრინციპში ეს იყო კითხვები, მადლობა საინტერესო პრეზენტაციის და ინფორმაციის გაზიარებისთვის. თუ რამის დამატება გსურთ, შეგვიძლია რომ დავამატოთ ამასთან დაკავშირებით, თუ არა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო ინფორმაცია იყო
დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვისაც, გისურვებთ წარმატებებს და მადლობა ასევე ჩვენს მაყურებელს ჩართულობისთვის შემდგომ შეხვედრამდე. დიდი მადლობა მოწვევისთვის და დროის დათმობისთვის. კარგად განდაბადოთ. მადლობა, კარგად. კარგად.